attention please. Check-in passengers on alternative doors. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველ წელს ატარებს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს სახელწოდებით ლეონარდო და ვინჩი. წელს ლეონარდო და ვინჩის კონკურსში გამარჯვებული 8 მოსწავლე ამერიკის შეერთებული შტატებში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს უდიდეს მეცნიერების და ინჟინერიის კონკურსში. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ხელს უწყობს მოსწავლეებს, რომ მათ უფრო კარგად შეისწავლონ მსოფლიოში ახალი აღმოჩენები, თვითონ მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, ინტერესი გაუღვივდეთ ტექნიკური პროგრესის მიმართ და გაიუმჯობესონ სწავლების დონე. Intel ISF-ის ერთ-ერთი უდიდესი ფონდის დაფინანსებით წელს 8 მოსწავლე საქართველოსდან მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და იმედი გვაქვს, რომ გამარჯვებულები დაბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები ამ მსოფლიოს უდიდესი კონკურსიდან. ჩვენ ვართ კონკურს ლეონარდო და ვინჩის ფინალისტები და მოვიპოვეთ საგზური საერთაშორისო კონკურსზე Intel-ის ISF-ი, რომელიც იმართება ყოველწლიურად, წელს იმართება ამერიკაში, პიტსბურგში და ჩვენ ვიქვიცავთ საქართველოს ინტერესებს ჩვენი სამეცნიერო პროექტებით. ინოვაციური განათლების ფონდი, რომელიც წარმოადგენს კორპორაცია Intel-ის პარტნიორს საქართველოში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში და მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული არის ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულების მონაწილეობის უზრუნველყოფა მსოფლიოში უდიდეს კონკურსში, რომელსაც ქვია Intel ISF. ის ყოველწლიურად ტარდება და მაშინ მონაწილეობას იღებს 2000-მდე წარჩინებული, წარმატებული მოსწავლე გამომგონებელი თუ მეცნიერი მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყნიდან. პირველად ტურებში, შესარჩევ ტურებში 2 მილიონზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. საქართველოს მეორედ მონაწილეობს ამ კონკურსში, 4 პროექტია წარდგენილი, ძირითადად ინჟინერიაში და იმედი გვაქვს, როგორც ჩარშან გარკვეული წარმატების.